ამაგას სულ მეკითხები რატო ხატავს ქალებს, რატო ხატავს ქალებს ჟურნალისტს უთხარი რომ მე უთხარი ქალზე უფრო ლამაზი და მშვენიერი ღმერთს არაფერი არ შეუქმნია მეტი და თუ უკეთეს რაღაცას შექმნის უკეთეს ქალზე მაშინ იმაზე გადავალოთ. ეს არის 80 წელს. აკეთებული და ხო თქვენი მეუღლის პორტრეტია? კი. აი ესენი ახლები ეს არის კრონადა. წითელი გელი ესეც ახალია ესე. ძირითადად აიმებზე მუშაობ. ხო, ესეც ახალი. ეს არის ხოხობი. ეს იმიტომ რომ ფოთს ერქვა ფაზანოში. ხო და ფოთიდან მოდის ეს ეტყვა. და მე ეს გავაკეთე კოლხი ქალი და ხოხობი. ჟირაფი. ჟირაფები მაქვს. კლოუნი ეს ჟირაფი და ესა ჯოხტაბერიძისთან რო ვიღარ იქ მაქვს ჟირაფიც მაქვს და ეს ნუ პატარებია და მე სპეციალურად გავაკეთე დიდზე ეს ორი და მინდოდა რომ ის შემეცვალა იმიტომ რომ იქ დიდი დარბაზია ძალიან ეს დიდი სურათები ფაქტიურად არ არის. ეს მოგეყვებით ცხოვრობდი ცოლი არ მყავდა ცხოვრობდი სახელოსნოში ნობამდე იყონეთ ღამის 2 თუ 3 საათამდე უკვე თვალები ვიყავი სულ მაგრამ ისინი ზავიდნენ სახლებში მე დარჩი მარტო ხო და მე არ მახსოვს არაფერი მეორე დღეს გავივიძე იქ სახელოსნოში გამოვედი და ხედავ რომ ეს სურათი დევს მოლვერts არ მახსოვს როდის გავაკეთე რაღაცა და ეს 87 წელი ხო და ვიქერბე მიმოვიტანა ეს სურათი ვისი აქ რა უნდა მე გავსინჯე სველი ხო მე და ჩემთვის დაუმტკიცა რომ ჩემი გაკეთებულია და სიფხიზლეში არასოდეს ესეთ ლურჯს ულტრამანს ეძახით ასეთ ლურჯ ასეთ წითლებთან არაფრით არ დავადებ მაგრამ მას რაღაც სიტამანს გაძლეს ცოტა ეს ხარ და მე მინდოდა რომ ყველა სურათი ყოფილიყო ეს თავისუფალი და ამას როცა სხვა რაღაცას რო ვაკეთებ იმას ეს გვერდზე მეკიდა რომ ასე თავისუფლად გამეკეთებინა